საპროტესტო აქცია წყალტუბოს რაიონში სოფელ ვიშტიბის მოსახლეობა სოფელში ტრაქტორების შეყვანას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ტრაქტორები სოფელში ამ დრომდე არ შესულა, რის გამოც მიწის ნაკვეთები დაუმუშავებელი რჩება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოსახლეობის ნაწილს არც სასოფლო-სამეურნეო ბარათები მიუღია. აქციის მონაწილეები აღნიშნულ პრობლემებში თემის წმუნებულს ჯაბუქ ჟანგირაძეს ადანაშაულები და მის გადადგომას ითხოვენ. ჟანგირაძე მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ტექნიკას ის არ ანაწილებს და 4 ტრაქტორი, რომელიც ამ დროისთვის სოფელშია, გურჯაანიდან შემოიყვანეს. მაისის პირობებში ჩვენ ყოველთვის დათესილი ქონდა. უკვე ჯერ არ მოხმულა. როდის უნდა ჩატარდეს მისი დათესვა და ყველაფერი. მაგრამ არა მარტო აქ მიწის საკითხებით, აქ ბევრი რამ არის დაგროვილი. ხალხი სამართლიანად ითხოვს ყველაფერს იმას. აზოს არ მოხდარა სოფელში შეკრება, რომ ყველას მოესმინა რა ხდება. რაც ვაუჩერები ჩამოვიდა, რაც მიწები იყო ასაღწერი, ვის რა ქონდა დასახნავი იყო თუ ვაუჩერების დარიგება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ყველაფერი პირნათელთა გაკეთებული. რაც შეეხება ტრაქტორების საკითხს, ტრაქტორების ჩვენ არ ვანაწილებთ, ტრაქტორები ჩვენ არ მოყავს. სამტრედიეს სერვის ცენტრი ანაწილებს მაგ ტრაქტორებს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო